ვისაუბროთ ყურის ტკივილზე და ტოპ 9 მიზეზი, რაც იწვევს ყურის ტკივილს და როგორ მივხვდეთ რითია გამოწვეული და რითი ვუმკურნალოთ. ყური არ არის მარტო სმენისთვის დაკავშირებულია ტვინთან, ასევე განაპირობებს ჩვენს კოორდინაციას სივრცეში გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ არის რომ ყურთან დაკავშირებულ პრობლემას ადამიანი აღიქვავს ძალიან მძიმედ. ამიტომ ჭირდება მას ყურადღება და მნიშვნელოვანია რომ სწორად ამოვიცნოთ რითია გამოწვეული ყურის ტკივილი და ვუმკურნალოთ. ყველაზე ხშირ მიზეზს თუ ვიტყვით რა არის, ეს არის ყურის ცვილი, ყურის ცვილით ყურის არხის დაბლოკვა. ეხლა ეს რა არის? მოკლედ ყურში გვაქვს ცხიმოვანი ჯირკვლები, რომელიც გამოიმუშავებს ცხიმს და ეს ცხიმი გავს ცვილს. მოკლედ თავისი კომპოზიციით არის ესე რომ აცო მჟავე გარემოს ქმნის, რომ ბაქტერიები ვერ გამრავლდნენ და ფიზიკურად იწებებს და ბლოკავს მწერებს ან ბაქტერიებს, ვირუსებს და ასე. არ უშვებს მოკლედ ყურში, როგორც წებოვანი დაცვა რო თქვა რა, რომ ყურის არხი ხო გვაქვს და იქ არხი არის გაჭედილი, რომ არ გაუშვას შიგნით არაფერი, ინფექცია არ წავიდეს. და ზოგჯერ ხდება ისე, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ არ გვინდა, ზოგჯერ ზედმეტი ჰიგიენისგან მოგდის, რომ ყურებს ხშირად ვიწმენთ და ამ ცვილს უკან ვაბრუნებთ. ანუ ეს ყურის ცვილი ნორმაში უნდა გამოდიოდეს გარეთ. გარეთ უნდა გამოდიოდეს წყაფისას, ლაპარაკისას, როცა ღეჭავ. ამ დროს მექანიკურად უნდა გამოდიოდეს გარეთ და ამიტომ ეს დრენაჟი უნდა ხდებოდეს მუდმივად. ეს ნორმაა, ბუნებრივია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, როცა მაგალითად ადამიანი ძალიან ხშირად იწმენს ყურებს ყურის ჭხირებით, აწვება ამ ცვილს პირიქით და შიგნით აწვება და შიგნით მერე წარმოიქმნება ბლოკი, საცობები წარმოიქმნება და ეს საცობები ხელს უშლის ადამიანს. ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ აი რაც მომატებული წნევის შეგრძნება, კარგად არის მის ყურში სისავსის შეგრძნება, გეგონება, წყალი მაქვს. აი იმას არ გეტყვის რაღაც მტკივა და რაღაც ესე არა, მაგრამ აი დისკომფორტი აქვს, აშკარად სიცხე არ აქვს, რაღაც ღამე ტკივილები არ აქვს, მაგრამ დისკომფორტი ნამდვილად აქვს. ასევე ასაკში ძალიან ხშირია, იმიტომ რომ ასაკთან ერთად ეს თვითონ ცვილის სტრუქტურა ხდება ისეთი, რომ მოუქნელი და მშრალი და მაგარი და შედეგად ადვილია რომ დაგროვდეს და მისი დრენაჟი არ მოხდეს. ასევე ადამიანები, რომლებიც ხშირად ატარებენ ყურის საცობებს ან ყურს ასმენებს, ან ყურში მოკლედ რამე თუ აქვს ადამიანს გატენილი, ეგ არის პრობლემა ბევრ შემთხვევაში და გადამეტებული ჰიგიენა. კიდე როცა მუდმივად ყურის ჭხირებით დადის ადამიანი, ეგეც რეალურად პრობლემაა. უმეტესად ასაკიან ადამიანებში, თუმცა ბავშვებში შეიძლება შეგვხვდეს. და მთავარი განმასხვავებელი ის არის, რომ არ აქვს ამას პირდაპირ ტკივილი, მაგრამ აი ადამიანი გეტყვის, რომ აი თითქოს ყური დახშული მაქვს, თითქოს წყალი მაქვს ყურში, მაგრამ ეს ერთ დღეში არ შეიძლება, ნელა ვითარდება, ნელა იზრდება ეს შეგრძნება კვირების განმავლობაში. ეს არ არის, აი დღეს გავიღვიძე და ესევა, როგორც წესი არ არის. ხშირად არის ერთ მხარეს, ორივე მხარეს არ არის, მაგრამ შესაძლებელია ზოგჯერ ორივე მხარეს, მაგრამ უმეტესად არის ერთ მხარეს და რაღაც ყრუთ მესმის იტყვის ადამიანი. არ ახასიათებს სიცხე, არ ახასიათებს ზოგადი სისუსტე, არ ახასიათებს ღამის ტკივილი და უფრო ადამიანი ამბობს, აი წნევის მსგავსი შეგრძნება მაქვს და სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს ბანაობის მერე, რადგან ეს მშრალ ცვილს რომ მოკლედ წყალი ხდება, შუპდება და ეს ბლოკადა, ყურის ბლოკადა, ყურის საცობი უფრო დიდდება, ძლიერდება და ამიტომ ადამიანები ამბობენ, რომ აი როცა თავს დავიბან და ესე უფრო მიუარესდება. ხო. ყურზე რომ მიადებ ხელს არ ტკივა ადამიანს, ეგ მნიშვნელოვანია. სიცხე რო არ აქვს მნიშვნელოვანია, ტკივილს არ აქვს, უბრალოდ უფრო დისკომფორტი ვიდრე ტკივილი. ეხლა რა უშველოთ, რა უმკურნალოთ? ერთ-ერთი მთავარი არის, რომ ხშირად ზედმეტად არ უნდა გაიწმინოს ადამიანმა
ყური ეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მადლობა რომ დაინტერესდი. ამ ვიდეოს ვქნი უკვე 8 წელზე მეტია კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ინფორმაციით. არხზე დღეს 1700-ზე მეტი ვიდეოა. თუ აქ მიღებული ცოდნა გეხმარება და გაქვს საშუალება, მხარი დაუჭირე არხს დონაციით. შენი მხარდაჭერით მეტ ადამიანს დაეხმარები იცხოვროს უკეთესი ჯანმრთელობით. და ასევე არის შესაძლებელია, ანუ არის ყურის სპეციალური მინერალური ზეთები, ან უბრალო გამხსნელები, სპეციალურად ამ ცვილის გამხსნელები, სერუმენოლიტიკებს ეძახიან, რომელიც არის გამხსნელი აი ამ ცვილის და როცა ჩაიწვეთებ რამდენიმე დღეში, 3-5 დღეში იხსნება ხოლმე. შეიძლება ასევე ყელყურს ცხვირის ეგმიდან მისვლა რა თქმა უნდა კიურეტაჟი და ამ საცობის გამოგდება, გამოწოვა, ესეც შესაძლებელია გამორეცხვაც ასევე ასეთ შემთხვევაში ეგრევე უმჯობესდება ადამიანს სმენა და ამას ყელყურს ცხვირის ექიმი აკეთებს ძალიან მარტივად, ოღონდ სახლში არ უნდა ეცადო გაკეთება შენით. პროგნოზი აქვს ბრწყინვალე, არაფერი არ უშავდება ადამიანს და მოკლედ არის კარგი. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის ოტიტის ექსტერნა, ესე ქვია, ეს არის გარე ყურის ანთება, გარე ყურის ანთებაში იგულისხმება ყურის არხში იგულისხმება აი რასაც თის რო შეიყვანს რაც არის და მე შიგნით შედის ხო? და მე ხდება ის აპკი. ხო, ანუ ყურის აპკი. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი ყურის ტკივილის არის გართა ყურის ანთება, ამას ქვია ოტიტის ექსტერნა, ანუ ექსტერნა გარეთაც ნიშნავს ოტიტი ყურის ანთებას. და ხო, ეს არის გართა ყურის ანთებაში რა იგულისხმება? იგულისხმება არხი, აი ყურის არხის ანთება, ძირითადად. ყურის არხი რა არის, თის რასაც შეიყოფ, რაც არის ეგ არის ყურის არხი და აპკამდე, დაფის აპკი. მე გვაქვს დაფის აპკი ხო, რომელიც უკვე იმას თუ გახვრიტავ, მე შედიხარ უკვე თავის ქალაში შიგნით და შედიხარ მე ყურში, შიგნითა ყურის ნაწილში. ჯერ შუა ყურში და მე შიგნითა ყურში. მე ტვინში. ხო და ეგ დაფის აპკი მოკლედ გამოყოფს. და იქამდე თუ არის ანთება ამ დაფის აპკამდე, ამას ეძახიან გართა ყურის ანთებას და ეს გართა ყურის ანთება არის ძალიან ხშირი. განსაკუთრებით ხშირი არის ადამიანებში, რომლებიც ცხოვრობენ თბილ კლიმატში, თბილ ცხელი კლიმატი, ან ხშირად უწევს წყალთან კონტაქტი, ხშირად უტენიანდებათ ყურის არხი და ეს გამორეცხავს, ეს წყალი გამორეცხავს აი ამ ცვილს, რომელიც ყურში იცავს წესით და უნდა გროვდებოდეს და რომ გამორეცხავს, მე იქ გროვდება ბაქტერიები და ბაქტერიები იწვევს გამრავლებას ყურის არხში. ბაქტერიებისთვის სველი ნოტიო არეა, ან წყალი რო შევა ადამიანს ყურში, იქმნება კარგი პირობები ბაქტერიების გამრავლებისთვის და ბაქტერიები იწვევს გამრავლებას და აი გაგიგიათ ალბათ რომ აი ყურში შემივიდა წყალი და რამდენიმე დღის მერე ყური მტკიოდა საშინლად. აი ესე კლასიკური შემთხვევა იმისი გართა ყურის ანთების, რომელიც არის ბაქტერიული როგორც წესი. და ეს ბაქტერიული ანთება ვითარ მტკივნეულია და ყველაზე მთავარი ნიშანი არის რომ გარდა ხელს რომ მიიჭერ, ყურზე რომ ხელს მიიჭერ გტკივა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, მოკლედ აი ესე ყურზე ხელს რომ თუ მიიჭერ თუ გტკივა, ეს გართა ყურის ანთებაა და გართა ზოგჯერ ეძახიან მოცურავის ყურსაც, როცა მოცურავეები არიან ხო, რომელსაც უწევთ ხშირად რომ ის წყალი შეძდით ხოლმე და უტენიანდება და მე ანთება ვითარდება და მე მით უმეტეს ადამიანი ზოგჯერ წყალი რო შედის ყურში, შეიყოს ბამბას და ცდილობს რომ რაც შეიძლება იმათ კარგად გამოიწმინოს ან თიც ან რაღაცა ზიანდება მე კანი რო ზიანდება ბაქტერიები იწყებს გამრავლებას, ბაქტერიებისთვის კარგი პირობებია და ესე ვითარდება გართა ყურის ანთება. ძირითადად სირდომონა აურიგინოზა ესე ქვია ეს ბაქტერია მრავლდება და ოქროსფერის სტაფილოკოკი კიდე. ხო, ყველაზე ხშირად არის მოცურავეებში, იმ ადამიანებში, ვინც თბილ ნოტიო კლიმატში ცხოვრობენ, ბავშვებში და ზრდასრულებშიც არის და ადამიანები, რომლებიც ყურს იწმინდავენ ძალიან ხშირად. ასევე ადამიანებს, რომელსაც აქვთ ფსორიაზი, ეგზემა, მშრალი კანი, ამ ადამიანებში უფრო ხშირია. ხო. და რაც შეეხება მკურნალობას, მკურნალობა არის ანტიბიოტიკების წვეთები, ანტიბიოტიკების წვეთებს ჩაიწვეთებს ადამიანი და როგორც წესი შვედის. ანტიბიოტიკის წვეთებთან ერთად არის ანთების საწინააღმდეგო
პრეპარატებიც როგორც წესი იქ და ძალიან ეფექტურია მოკლედ და დისკომფორტის და ტკივილისთვის შეიძლება იბუპროფენის მიღება ან პარაცეტამოლის მიღება. ეგეც მნიშვნელოვანია. ანტიბიოტიკებით ძალიან ეფექტურია მკურნალობა, ყურის წვეთებით, ოღონდ ყურის წვეთი ანტიბიოტიკებით და ძალიან ეფექტურია და იკურნება სრულად, უპრობლემოდ, ამიტომ მნიშვნელოვანია. ხო, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გართულდეს, ვისაც იმუნიტეტი დასუსტებული აქვს და ეგ ძალიან იშვიათია, ოღონდ გართულება ძალიან იშვიათია, მაგრამ თუ გართულდა და ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს, მას შეიძლება ძალიან გავრცელდეს და სერიოზული ყურის ინფექცია დაემართოს. შეიძლება ეს ინფექცია გავრცელდეს მერე. როგორც წესი, გარეთ ყურის ანთება არ იწვევს სიცხეს. სიცხე არ აქვს ადამიანს ამ დროს. შემდეგი ყველაზე ხშირი მიზეზი ყურის ტკივილის არის შუაყურის ანთება. შუაყური არის აი დაფისაბკის შემდეგ რაც არის ეგ ნაწილი, რომელიც ნორმაში ჰაერით უნდა იყოს და მოკლედ ჩვენ ცხვირის ღრუდან ევსტახის მილი, პატარა მილი არის გადაჭიმული ყურამდე და ამ მილს გააქვთ შემოაქვს ჰაერი და ანიავებს მუდმივად რა. ეს რატო არსებობს ესე? რომ ყურში ხო გვაქვს დაფისაბკი და გარეთ არის წნევა მაღალი, ხო? და თუ გარეთ წნევა მაღალია, თუ არ გათანაბრდა წნევა, ხო? მაშინ ყურის დაფისაბკი გასკდება. აი ეს მოვა ადამიანს. თუ კი არ გათანაბრდა წნევა და ამიტომ გვაქვს ევსტახის მილი, რომელიც მუდმივად დათანაბრებს მოკლედ წნევას შუაყურთან. და ამიტომ რომ რა წნევაც არის გარემოში გარეთ, ის წნევა არის ჩვენს შუაყურში და ამიტომ დაფისაბკი არ სკდება. და სხვა მიზეზების გამო, ზოგჯერ ვირუსული ინფექციის გამო, ეს ინფექცია ადის, ესე ადის, ყურში მიდის მერე. და ეგ იწვევს შუაყურის ანთებას. აი ეგ არის რატომაც ადამიანებს უვითარდებათ შუაყურის ანთება ხოლმე. ძირითადად ინფექციები, ძირითადად არის ვირუსული ინფექციები, ბავშვებში უზომოდ ხშირია, ბავშვებში ძალიან ადვილად გადადის გაციებისგან შუაყურში ვირუსები და ამიტომ ძალიან ადვილად ვითარდება. ამიტომ 3 წლამდე ბავშვებში თითქმის 90% ვითარდება შუაყურის ანთება. ძირითადად ეს არის ვირუსული და გადის თავისით. შეიძლება ვირუსული ინფექციით დაიწყოს შუაყურის ანთება და შემდეგ გაგრძელდეს როგორც ბაქტერიული ინფექცია, სუპერინფექცია ქვია, მაგას როცა ერთი ინფექცია უკვე არსებობს და დაემატება კიდე დამატების სხვა ინფექცია, ეს და ბაქტერიული სუპერინფექციით შეიძლება გართულდეს. ამ დროს ძირითადი გამომწვევი არის სტრეპტოკოკუს პნევმონიის გამომწვევის სტრეპტოკოკი, ჰემოფილუს ინფლუენზა და მორაქსელა ტატარალის, ესე ქვია. ყველაზე ხო და მაგ დროს უკვე ადამიანს აქვს ტკივილი, ცხელება, წნევის შეგრძნება, ყურში ან ტკივილი ძლიერია. ოღონდ ეს ყურზე ხელს თუ მიადებს, ეს ტკივილი არ ძლიერდება, არ სუსტდება. ანუ ტკივილს გრძნობს ადამიანის შიგნით და არა გარეთ. აი ეგ არის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი, რაც გარე ყურის ანთებისგან განასხვავებს შიდა ყურის ანთებას. ყველაზე ხშირად ეს ემართებათ ბავშვებს, ემართებათ ბაღებში და ესეთებში, ვინც დადიან მათ. ასევე ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ეწევიან სიგარეტს, ხშირად ემართებათ და ასევე ბავშვები, რომელსაც ბოთლიდან აჭმევენ ხოლმე საჭმელს და წვანან და ისე აჭმევენ ხოლმე საჭმელს. ასევე ადამიანებს, რომელსაც ალერგიული რინიტი აქვთ და ქრონიკული სინუსიტი, ვისაც აქვს, უკვე ასაკში უფრო იმათ ემართებათ ხოლმე. ეს ტკივილი არის ღრმა, მუდმივი, შეიძლება იყოს რაღაც მფესქავი შეგრძნება, კონდეს ადამიანს, ყურზე ხელის მიჭერით არ არის სხვაობა. ჯერ ყურის ტკივილი აქვს, მერე სიცხე, გაღიზიანებულობა, გულისრევა, ღებინება. აი ეს კლასიკური მიმდევრობაა ხოლმე და ამით შეიძლება მიხვდე, რომ ყურის ტკივილით იწყება ხოლმე ბავშვის სიმპტომები, შეიძლება დაიწყოს ყურის ტკივილი და მერე სიცხე, მერე გაღიზიანებულობა. მიხვდები, რომ ვირუსული ინფექცია, ძირითადად გამომწვევი ვირუსული ინფექცია. ცხელების შეგრძნება არის ხშირი, ასე შეიძლება კონდეს, შეიძლება ცუდად იგრძნობს ბავშვმა თავი, ან დიდმა არ აქვს მნიშვნელობა შუაყურის ანთების დროს და შეიძლება ბავშვი იყოს ლეთარგიული ან გაღიზიანებული, ვისაც აქვს მკურნალობა, თუ კი მაღალი სიცხეებია, თუ კი ბავშვი ცუდად გრძნობს თავს, მაშინ ძირითადად ანტიბიოტიკებია, ანტიბიოტიკებიდან უმეტესად გამოიყენება ხოლმე ესეთ დროს ამოქსიცილინი. თუ არა და ისედაც გავლის ხოლმე, თუ ვირუსული ინფექცია გავლის, თავისით იბუპროფენი ან პარაცეტამოლი გამოიყენება ანთების შესამცირებლად და თუ ბავშვი პატარაა 2 წელზე ქვევით არის,
ან სიმპტომები მაღალი ცხელება აქვს და ძლიერი ტკივილი აქვს, მაშინ ანტიბიოტიკებია როგორც წესი გამოსავალი, ცხვირის წვეთები, ანუ ცხვირის სპრეები, ასევე ეხმარება მნიშვნელოვნად, ასევე მთავარია მოკლედ რომ ცხვირში მოხსნათ წნევა, რომ ცხვირში მოხსნათ ეს გაჭედილი ცხვირი მოიხსნას. ანუ მთავარია რომ ცხვირის გაჭედვას უშველოთ, ანუ ცხვირსაც უნდა უშველოთ ესეთ დროს, რომ გაიხსნას ეს ევსტახის მილი და აღდგეს ისევ ჰაერის დინებაც და არ იყოს გაჭედილი, რომ ინფექციისთვის არ იყოს ხელსაყრელი პირობები. ეგა მნიშვნელოვანი. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს გართულებებიც, თუ არ უმკურნალე და თუ იმუნიტეტის შესუსტებელი აქვს ადამიანს და მასტოიდიტი შეიძლება განვითარდეს, შეიძლება სმენის დაქვეითება და სმენის დაკარგვა. ეგ არ არის ხშირი, ზოგჯერ არის და როცა არის, როგორც წესი არის დროებითი, მაგრამ მაინც შეიძლება განვითარდეს. და მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი არის ევსტახის მილის დისფუნქცია, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ძირითადად არ არის გამოწვეული ინფექციით, მაგრამ არის დაკავშირებული იმით, რომ ევსტახის მილი იჭედება ხშირად, ანუ აი ეს პატარა მილი, რომელიც ცხვირიდან ყურამდე მიდის, მოკლედ იჭედება ხოლმე ეგ და როგორც წესი ეს არის საშიში არ არის, მაგრამ ადამიანები გრძნობენ დისკომფორტს, ადამიანებს აქვს დისკომფორტის შეგრძნება და შეგუბების შეგრძნება აქვს და გეუბნებიან, რომ აი რაღაც შეგუბებული მაქვს ყური, ჩემი ხმა მესმის და ან ჩემი თითქოს ყურში სუნთქავ, ეგეთი შეგრძნება მაქვს, მაგასაც იტყვიან და გადაყლაპვის დროს და მტკნარების დროს, ღეჭვის დროს ცოტა უმჯობესდებათ მდგომარეობა, რადგან ეს წნევები თანაბრდება შუაყურში და გარემოში და ამიტომ უმჯობესდება, მაგრამ დროებით უმჯობესდება. უმეტესად გამოწვეულია ხოლმე ესეც ვირუსული ინფექციებით, ალერგიებით, სინუსიტით და ეგ არის რეალურად, მაგრამ ადამიანს დიდ დისკომფორტს ანიჭებს მოკლედ ეს ევსტახის მილის პრობლემები და უმეტესად ემართებათ ადამიანი უფრო ზრდასრულებს, ბავშვებს შედარებით ნაკლებად, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ალერგიები, ვინც დაფრინავს ან ადის მემთებზე რაღაცა, ან წნევის სხვაობა სადაც არის ხოლმე მნიშვნელოვანი და ადამიანებს, რომელსაც ქრონიკული სინუსიტი აქვს, ასევე ორსულებს შეიძლება დაემართოთ, იმიტომ რომ ორსულებში ეს ჰორმონული ცვლილებები იწვევს ხოლმე შეშუპებას, ლორწოვანი გარსის და შეშუპება იწვევს მე აი ევსტახის მილის დისკომფორტს. ადამიანები ძირითადად ამბობენ, რომ აი წნევის შეგრძნება მაქვს ყურში, ამას ამბობენ და შეგრძნება მაქვს გეგონა თვითფრინავში ვარ, მაგას ამბობენ. დღის განმავლობაში უარესდება. თავს რომ მოატრევს ადამიანი, შეიძლება გაუმჯობესდეს, გაუარესდეს, მიდის და მოდის ეს დისკომფორტი, ანუ სულ ერთნაირი არ არის. ზოგი ამბობს, რომ აი რო გადავკლაპავ რაღაცნაირად წკაპუნის ხმა მესმის, ზოგი ამბობს, რომ დამთქნარება ცოტათი მეხმარება და ესე ზოგი ამბობს, ჩემი ხმა მესმის და როცა ადამიანი ლიფტში არის, ან თვითფრინავში არის, ან თებში ადის, უარესდება მდგომარეობა. სიცხე როგორც წესი ესეთ დროს არ აქვს ევსტახის მილის პრობლემის დროს, უბრალოდ დისფუნქცია თუ არის, სიცხე არ აქვს, ტკივილიც არ არის ძლიერი, როგორც წესი და თუ სიცხეა და ისა მაშინ ფიქრობთ იმას, რომ შუაყურის ანთება ხო არ არის და თუ არ აქვს სიცხე და თუ უბრალოდ აი შეგუბება დისკომფორტი აქვს და არაძლიერი ტკივილი, ევსტახის მილის დისფუნქცია, რომელიც როგორც წესი გაივლის, როგორც წესი საშიში არ არის და თავარი ისევ არის, რომ ცხვირის ღრუში ანთება შევამციროთ იმისთვის, რომ კარგად გამავალი იყოს ეს ევსტახის მილი. ეგ არის ხოლმე ყველაზე მთავარი, გადაყლაპვა, დამთქნარება, ვალსალვას მანევრი, ეხმარება და ნაზალური სპრეები, ცხვირის სპრეები შესაძლებელი და ცხვირში შესაძლებელი კორტიკოსტეროიდები თუ ადამიანი ალერგიულია და ალერგიული რინიტი აქვს. ანტიბიოტიკები როგორც წესი არაა ხოლმე საჭირო და არც შველის შესაბამისად, იმიტომ რომ არ მოქმედებს არაფერზე ამიტომ როგორც წესი არც შველისა, არც სჭირდება. შემდეგი მეხუთე მიზეზი არის, როცა ტკივილი უბრალოდ გადაეცემა სხვა ადგილებიდან ყურში, ანუ ტკივილი შეიძლება გადაეცემოს ყელიდან ყურში
ცხვირიდან ყურში, სინუსებიდან ყურში, ანუ უშუალოდ ყურის ტკივილი კი არ არის, სხვა რაღაცების ტკივილი, ანუ ძირითადად არის ყელის ტკივილი მაგალითად და ანუ ექიმი გასინჯავს და გეტყვის რომ არაფერი არ გჭირს ყურზე, მაგრამ მაინც ყური გტკივა თითქოს და ხშირად ასოცირებულია შეგუბებულ ცხვირთან, როცა სინუსიტია მაგალითად, ან ყელის ტკივილთან, როცა ფარინგიტია მაგალითად, ან სახის მიდამოში წნევის შეგრძნებასთან, როცა სინუსიტია ისევ ხო და ადამიანები იტყვიან რომ ყური მტკივა, მაგრამ ექიმმა თქვა რომ ყველაფერი ნორმაში გაქვს, ან რაღაც ყელი მტკივა და თან ყურიც მტკივა, ესე გეტყვის ადამიანი, ზოგი გეტყვის რომ რაღაცა აი ღრმად თითქოს მტკივა, გარეთ არა, გარედან არა და ამ დროს გამოსავალი არის რომ უმკურნალო მიზეზ, რითიც არის გამოწვეული ეს გადაცემითი ტკივილი და სიამოვნებაში ყურის ტკივილი არ არის, თუ ყელის ტკივილია ყელს უნდა უმკურნალო ან თუ ცხვირის და ასე. მეექვსე ყველაზე ხშირი მიზეზი არის, როცა ადამიანს აქვს სახსრის პრობლემა, ხო ეს ტემპორომანდიბულარული სახსარი ქვია მას, აი ყბასთან სახსარი გვაქვს, ზუსტად ყურის წინ მდებარეობს, ამიტომ მაგ თუ პრობლემა აქვს ადამიანს, ყურის ტკივილის შეგრძნება აქვს. და ამიტომ არის რომ ადამიანი ამბობს რომ აი რაღაცნაირად მტკივა ყური, როცა ვღეჭავ, ან როცა ვამთქნარებ მაინც, მაშინ მტკივა ყური განსაკუთრებით და ზოგჯერ ადამიანებს აქვს დილის ტკივილი, რაც ნიშნავს რომ მაგალითად აი კბილებს რო აკრაჭუნებენ ხოლმე ღამე, ხო? დილის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს მაგან, რომ ღამე ასე ეს კბილების რაჭუნი ქონდა და სახსარი მერე ზიანდება ხოლმე მაგ დროს. ასევე როცა ნერვს ყლაპავს ადამიანი ან ღეჭავს, რაღაცა წყაპუნის ხმა როცა სახსარში და თან ტკივილია, ნიშნავს რომ სახსრის პრობლემაა და ძირითადად როგორც წესი ეგ არ არის ყურის ტკივილი. ადამიანი ამბობს მაგ დროს რომ აი მტკივა როცა პირს ვაღებ, ან რაღაცნაირად წკაპუნობს ჩემი ყბა, გეტყვის ადამიანი. ხო. ამ დროს გამოსავალი არის რომ ყბა უნდა დაასვენო, რბილი საკვების შეჭამა რომ არ დაზიანდეს და ანთებისაწინააღმდეგო არასტეროიდებიც შველის სტრესის შემცირებაც მნიშვნელოვანია. ასევე აქვე უნდა ვთქვათ რომ კბილის პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოს ყურის ტკივილი და განსაკუთრებით მგრძნობელობას უნდა დააკვირდეს, რომელიმე კბილი იქით უკანა კბილები ხო არ არის. და მეშვიდე მიზეზი არის ბაროტრამვა. ბაროტრამვა ძალიან ხშირია იმ ადამიანებში, ვინც ყვინთავენ, ან ფრენენ, ან იმას შეიცვლიან ზონა სიმაღლე შეიცვლიან მთაზე მიდიან მაგალითად და ესე და როცა წნევის სწრაფი ცვლილება ხდება ხოლმე, ეს არის დაფის-აპკის დიდი სტრესი და ამ სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვაც, თუმცა როგორც წესი ეს არის შექცევადი და აი ზეწოლის შეგრძნება და ადამიანი ამბობს რომ მაგალითად ეს ტკივილი დისკომფორტი დაიწყო, როცა ვჯდებოდი თვითმფრინავიდან ან თვითმფრინავში და ასეთ დროს ესეც როგორც წესი გაივლის თავისით, უბრალოდ ეს არის დაფის აპკზე წნევის მნიშვნელოვანი ცვლილების გამო და როგორც წესი გაივლის ხოლმე, როცა გათანაბრდება ეს წნევა, ნელ-ნელა გაივლის დეკონგესტანტებიც აუცილებელია, თუ ცხვირი ჩაკეტილია, დახშულია და დრო ჭირდება, პროგნოზი ძალიან კარგია. და მე შემდეგი რამაც შეიძლება გამოიწვიოს არის ქრონიკული ოტიტის შუა ოტიტი, ანუ ყურის შუა ანთება ინფექციის გარეშე, ანუ ეს ხდება ხოლმე როცა ქრონიკული ევსტახის მილის გაჭედილობა აქვს ადამიანს, მოკლედ იქ ხდება ანთება, ანთება არ არის ვირუსული ან არც ბაქტერიული და გროვდება სითხე და ადამიანს აქვს შეგრძნება რომ დაგუბებულია ყური და ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება აქვს, თუმცა სიცხე არ აქვს და ადამიანი ჯამში ძალიან ცუდად არ არის. ესეც როგორც წესი დროთა განმავლობაში გაივლის ხოლმე და მეცხრე ყველაზე ხშირი მიზეზი სენსორი ნევრალური სმენის დაქვეითება, ესე ქვია. ეხლა ეს რა არის? ეს არის გადაუდებელი მდგომარეობა და ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ უეცრად თუ ადამიანმა ცალყურში დაკარგა სმენა მოკლედ, ეგ არის აი ეს პრობლემა და აი უცებ თქვა რომ აი გავიღვიძე და ცალყურში არ მესმოდა, სასწრაფო უნდა წავიდეს ესეთ დროს ადამიანი ექიმთან და კორტიკოსტეროიდების ინექცია საჭირო და ეშველება
თუ არ წავა ექიმთან და თუ ეს კორტიკოსტეროიდების მკურნალობა არ მოხდება, ადამიანს შეიძლება სამუდამოდ დაყრდნოს. ამიტომ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ დროს, ამიტომ აუცილებლად ესეთ დროს უნდა წავიდეს ადამიანი ექიმთან თუ უეცრად ერთ ყურში დაკარგა სმენა. ეს არის გადაუდებელი მდგომარეობა. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.